Eşin Avrushno Asız Şesançlar Mesleğiniz Akademik Osetek Yönetmenisi Jubiles Sunumit Podaskomrasıyız Voltanik Logi Salımit Podastedi Simor'da Patriksevik Akademik Sevgimiz Podas Megovrevs Kapatoli Peteriş Anarşonrevs Distansetat Andrei Khaliyi Vatama Podas Bida Vatologikra Prezidentis Rals Çevkultik Vatoli Oynarız kamukuruvası savununda damavala verup esirtat vedaretat bize bu tezgahta işleri şey bu yönü şey bu işleva şu geçim ortaya ve olmaz ikmova anket. Ekla bir de itiraf varım. Esişiyete şekli var. Asıl varlığı tarih şekli. Şiyata şöyle yubileye şekli. მაგრამ ფორმალური არ ხდება და რაღაც პარის მოხდით არის ხშირად. მაგრამ აი დღეს არის სიყვარულის გამოხატვა ქალთოლის ეთერის მიმართ. აი ცხოვრების მიმართ, რაც მან ასე შესანიშნავად გაიარა, როგორი სპექტაკლი, როგორი თავდადები მეცნიერებაში, საზოგადოებრივ საქმეში, ოჯახში, მეგობრებში, აი ყველგან ეს არის სამაგალითო ქალბატონი, რომელიც შემკულია ყველა ქართული ღირსებით, აი ყველა ქართული ღირსებით. და ყოველთვის თუმცა ის ესწრება რამეს ხდომას, ან მიყავს, ან გამოირჩევა უაღრესად დიდი ერუდიციით, პრინციპულობით. ეხლა მე აქ გამოლენ კოლეგები და ილაპარაკებენ ის გავლენ გზაზე, ვინაზე მე ამაზე მე არ შევჩერდები. მაგრამ მინდა ერთი განსაკუთრებული თვისება ქალბატონებისა ის არის სიკეთის ნოტარი ადამიანი, სიკეთისთვის ცხოვრობდა თელი ცხოვრება, არა მარტო ქალბატონებთან, არამედ ქემერტელის ძეები საერთოდ მისი ოჯახი. აქ შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მისი ძმა თუ იმას გახსოვთ, თბილისელებს ვერასდროს აფთიაქი იყო, ამას მიხოსთურიგებდა წამლებს ხალხს, აი ქუჩიდან მოდიოდა ხალხი და თუ კი ვინმეს რა მეუბნებოდა და ასეთია ქალბატონებთაც. ამის ცხოვრები, ასეთი ცხოვრება და მე და გამოხატვა დიდი სიყვარული. გამოთქვა სიყვარული იმ საქმეებისთვის, რაც საზოგადოებრივი საქმეებისთვის, რაც მას გაკეთებულია. დამოკიდებულება მისი საერთოდ პრობლემების მიმართ 99 წელს ჩვენ გვახსოვს აი მე 9 აპრილის ამდენი რო იყო მოსკოვი და მთელი ეს პერიპეტიები და ქალბატონეთის ამ ჯგუფთან ერთად იყო ყველგან. მე ზოგადად ის მისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, საცხოვრებლების მიმართ ის დაჯილდოებულია ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა იმისი, რომ როგორ აფასებს მას მართლმადიდებლობა და ჩვენი ეკლესია. აქ გვესწრება მეგობრული ეკლესიის წარმომადგენლები, აქ არის სამინისტროს სახელით კათოლიკეთი ოქრაშვილი, რომელიც მინისტრი და მისი მოადგილე ბათუმში არიან და შემოგვიყვარეს, რომ დიდი სიყვარულით ჩვენთან ერთად არიან, მაგრამ პერსონალურად დროებულს და ბევრი წარმომადგენლები არიან სხვადასხვა ორგანიზაციების. ეხლა გადავიდა ეს სტrategi გვაქვს ჩვენ სურვილები გამოსვლის და მინდა აი პირველი სიტყვა მის ცხოვრებაზე, ქალბატონეთის ცხოვრებაზე და მის მოღვაწეობაზე გადავცეთ აკადემიკოს დივას Vladimir Tsitsishvili. Odis ვიხილებ ზივარდა ისე ლაპარაკობ რა ხეხების თვარეობის გამოჯანმრთელება ვერტკებზე და ამიტომ უნდა ვაპატიოთ რომ ზივარდა ისე ვსაუბრობ.
Mikrofoni არის, ხო? ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, სტუმრებო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს რომ გამოვიდე სიტყვით და მიულოცო ქალბატონ ეთერს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძალიან უნდა და უნდა მაპატიო ზოგიერთი ხარისხი. ჩვენ ვაპირებდით ამ ზეიმის ჩაყარებას ზუსტად 23 მარტს ამ წელს და მაშინ მე დავიწყებდი ჩემ მოხსენებას იმით, რომ ზუსტად 100 წლის წინ საჩხერეში ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა მშვენიერი გოგონა. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ პერიოდში ზუსტად გარდაიცვალა ჩვენი პატრიარქი და ქალბატონმა ეთერი თვითონ გადადო ეს ღონისძიება. ამიტომაც დღეს ვატარებთ ჩვენ ამას. ამ ოჯახს უკვე ამშვენებდა პატარა დათი და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე აი ეს ორი სურათი დაშორებულია ერთმანეთისაგან, როგორც ხედავთ 60 წლით. დათიკო ულოცავს ქალბატონ ეთერის 60 წელს. როგორც ბატონმა რამაზი აღნიშნა უკვე, ბატონი დავით ჰემერტელიძე იყო თბილისში, მე მგონი ყველა იცნობდა მას და არ მარტო თბილისში. ეს ნამდვილი თბილისელი იყო, შესანიშნავი ადამიანი და მისი მარადეული ხსოვნა იყოს. მაგრამ შევუდგეთ ქალბატონი ეთერის ცხოვრებას და მოღვაწეობას. 53 წელს, 1946 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი და შემდეგი 2 წელი მუშაობდა ამ ინსტიტუტში უფროს ლაბორატორად. 51 წლებში თბილისის სამეცნიერო კვლევითი ქიმიური ფარმაცევტული ინსტიტუტის ასპირანტია. ინსტიტუტის დირექტორი მაშინ იყო აკადემიკოსი იოველ გუთატებაძე. 1953 წელს ეთერ ჰემერტელიძემ წინვარე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და აი აქ ნაჩვენებია აი ეს ამ ინსტიტუტის ასე ვთქვათ მაშინდელი კოლექტივი ამ სურათზე და ქალბატონი ეთერის ინიციატივით ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ფიტოქიმიის განყოფილება, რომელსაც მეცნიერებათა კანდიდატი ეთერ ჰემერტელიძე დაუდგა სათავეში. აი ეს ფიტოქიმიის განყოფილება ამ განყოფილებაში სამეცნიერო კვლევების სფერო იყო სხვადასხვა აი 91 წელს აი ეს განყოფილება ამ განყოფილების სამეცნიერო კვლევების სფერო იყო საგულე გლიკოზიდები, კარდინოლიდები და ბუფენოლიდები, სტეროიდული და ტრიტერპენული საპონინები, ტერპენოიდები, ციკლოარტანები, ფლავონოიდები, ლიპიდები, კუმარინები, ტანიდები, ანტრაქინონები, ლაქტონები, პოლისაქარიდები. ჩამონათვალი როგორც თქვენ ხედავთ საკმაოდ ვრცელია. ქალბატონი ეთერი უმეტეს შემთხვევაში მისი უშუალო მონაწილეობა ხელმძღვანელობით შესწავლილი იყო 3200 მცენარე, 350 სახეობა. მცენარეებიდან იზოლირებული იყო
900 ინდივიდუალური ნაერთი. მათ შორის 100-მდე აბსოლუტურად ახალი სტრუქტურის მქონე. და 74 წელს ქალბატონმა ეთერიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ მანამდე ბევრი რამ მოხდა. აი ეს მაშინდელი განყოფილების თანამშრომლები მე ბოდიშ გიხდით ქრონოლოგიის დარღვევისთვის, მაგრამ უნდა დაუბრუნდე ისევ 64 წელს აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტის დირექტორი გახდა აკადემიკოსი ლადო ასათიანი. მისი მოადგილე სამეცნიერო დარგში ჯერ კიდევ იყო კანდიდატი ქალბატონი ეთერი კემეტრიძე. ინსტიტუტს მიენიჭა იოველ ქუთათელაძის სახელი. ინსტიტუტმა აღნიშნა ეს იმით, რომ ინსტიტუტის ეზოში გაიხსნა იოველ ქუთათელაძის ძეგლი, მაგრამ სამწუხაროდ ამავე წელს აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი გარდაიცვალა და ქალბატონი ეთერი დაინიშნა ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც ქალბატონი ეთერი ხელმძღვანელობდა 2005 წლის ჩათვლით. ამ პერიოდში მოხდა ბიოლოგიური კვლევების ბევრი ცვლილება ინსტიტუტში. ბიოლოგიური კვლევებისა და ვივარიუმის კორპუსი აშენდა. იქ მუშაობა დაიწყო ორმა განყოფილებამ. ამავე 75 წელს დაარსებული იყო სტეროიდულ ნივთიერებათა სინთეზის განყოფილება, რომელმაც შემდგომ კვლევების სფერო გააფართოვა და გახდა ბუნებრივ ნაერთთა ქიმიური მოდიფიცირების განყოფილება. ნაყოფიერი აღმოჩნდა 1978 წელი, როდესაც განხორციელდა ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების შეერთება და გაიხსნა ბირთვული მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორია, რომელიც ასრულებდა რესპუბლიკური ცენტრის მოვალეობას. 91 წელს დაარსებული იყო სამკურნალო ფერმენტოლოგიის ლაბორატორია. ინსტიტუტს ძალიან ხშირად სტუმრობდნენ გამოჩენილი მეცნიერები და მთავრობის წევრები. და რამოდენიმე სურათი მინდა გაჩვენოთ, ესე იგი ამ სურათზე არის საკავშირო აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი გიორგი სკრიაბინი, საკავშირო აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კოტელნიკოვი, საბჭოთა კავშირის სამედიცინო მრეწველობის მინისტრი აფანასი კონდრატოვიჩ მელნიჩენკო და აი აქ სტუმრობდნენ საკავშირო სამხედრო საწარმოო კომპლექსის წარმომადგენლები და მათი გვარები რასაკვირველია გასაიუმპლოებულია. შემდეგ სურათზე ჩვენ ვხედავთ მეცნიერებისა და ტექნიკის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარე გური მარჩუკს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ალბერტ თაფხერიძესთან ერთად. ინსტიტუტს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი საწარმოო წრეების წარმომადგენლები, მათ შორის იაპონური კომპანია, შვედური კომპანია, იტალიური ამაზე აღნიშნა, ეს არის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სურათიც მოვიტანე აქ თქვენთვის, რომ გენახავთ. პრემიების ლაურეატია ქალბატონი ეთერი, პირველ რიგში ეს არის პეტრე მელიქიშვილის სახელობითი პრემია, ეს არის საქართველოს სახელმწიფო პრემია და ეს არის მისი მასწავლებლის იოველ ქუთათელაძის პრემია.
ძალიან ბევრი კონტაქტები ჰქონდა ქალბატონ ეთერის უცხოელ მეცნიერებთან. აი საბჭოთა პერიოდში ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი იყო კონტაქტი სამირ იუნუსოვთან, რომელმაც აი უზბეკ მეცნიერთან, რომელმაც შექმნა აი ეს ამაზე ცალკე ვილაპარაკებ საინტერესო ჟურნალი და გი ბალანსარდი ეს უკვე დამოუკიდებლობის პერიოდია, მარსელის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც არის ჩვენი აკადემიის საპატიო უცხოელი წევრი, Chemistry of Natural Compounds, მისი რედაქტორი იყო და მისი ძალიან დიდი ძალისხმევით ეს ჟურნალი საკმაოდ კარგ რეიტინგს იმსახურებს. კიდევ სამი ჟურნალის რედაქტორი იყო საკავშირო ჟურნალების. პუბლიკაციები 350-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ქალბატონ ეთერის, მათ შორის 12 მონოგრაფია. საავტორო მოწმობები საბჭოთა კავშირის პერიოდში და საქართველოს 28 საქართველოს და 3 უცხოური პატენტის მფლობელია. მრავალი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელია და დიდი ხნის განმავლობაში ქალბატონი ეთერი იყო სამეცნიერო, აი ამ დარგში სამეცნიერო მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე. მინდა დავასრულო ჩემი მოხსენება პატარა საჩუქრით, რომელსაც განყოფილების სახელით მინდა მივართვა ქალბატონ ეთერის. აი ასეთი მუდამ იყოს ქალბატონი ეთერი. მიამაყება, რომ მომიწია იმ დროს ყოფნა ბევრი რამე ვისწავლები ქალბატონ ეთერისგან, ძალიან ხშირად გქონია მასთან ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ეთერი არის ჩვენი ეპოქის გამოჩენილი მოღვაწე, გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც არ ვიცი რა ფორმის პატივისცემა არსებობს, ყველაფრის ღირსია. ქალბატონ ეთერი კარგად იყავი, გენაცვალე, ჯანმრთელად იყავი, ბედნიერად იყავი, გაგვახარე და თქვენ სიტყვებს ყოველთვის შევასრულებთ. დიდი მადლობა. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იურატ თანდელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში აკადემიკოს ეთერ ქემეტელიძის მიერ დაწყებული საქმე გრძელდება და ახალ თაობებს ემსახურება, ხოლო მისი შრომა რჩება სამეცნიერო ეთიკისა და პროფესიონალიზმის ეთიკა. ქალბატონ ეთერი გილოცა ღირსშესანიშნავ იუბილეს 100 წელს, რომელიც განასახიერებს არა მხოლოდ დიდ დროს, არამედ დიდ გზას, დიდ შრომასა და დაუწყარ წვლილს ქართული და მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში. ისურვებთ მშვიდობას, სიტყვას, სულიერ სიმდიდრეს და იმ უდიდეს პატივისცემას, რომელსაც თქვენი ცხოვრება და ღვაწლი მსახურობს. და ეს თქვენი იუბილე იყოს ჯანმრთელობით, სიყვარულით და მადლიერებით სავსე. მადლობთ ყურადღებისთვის. სიხარულოა, რომ ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით
შესანიშნავი, ძალიან დამსახურებული, ძალიან ღვაწლმოსილი ქალბატონი, რომელზეც სწორებას უნდა აკეთებდნენ, აკეთებენ კიდევაც სტუდენტები და ჩვენ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის მაგალითად მოყავს ქალბატონი ეთერის ღვაწლი, ქალბატონი ეთერის დამსახურება და ის დიდი შრომა, რომელიც მან გასწია, ისეთი მნიშვნელოვანი დარგის ფარმაციის განვითარებაში, რომელიც მას აქვს გაწეული. მოგესალმებით, ეს ფარმაცია რამდენად აქტუალური დარგია, რამდენად მნიშვნელოვანია მის განვითარებაზე ზრუნვა და ის, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს უნიკალური ინსტიტუტი, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, რომელშიც საქართველოს ფლორის გამოკვლევა ხდება და საქართველოს ფლორის სხვადასხვა სახეობებიდან სხვადასხვა სამკურნალო სამშობლოების დამზადება ხდება და ეს პოტენციალი არის უზარმაზარი, ამის გამოყენება უბრალოდ არ შეიძლება და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო მეტად პოპულარული და მეტად უფრო მოთხოვნადი გახდეს ახალგაზრდებში. ორს მოგეხსენებათ, ხალხო ეთერი საჩხერის საპატიო მოქალაქეა, მის სამშობლო კუთხე არის საჩხერი და მხოლოდ ლიავიშობიძეს მერჯევისა და საჩხერის საფეროს ხმელეთ ზურმუხტი, დღესაც გულში იხუდებს თქვენი ბავშვობის ნაფეხურებს. აქ მუდამ სიყვარულით გიღონებენ, იამაყებით და უდიდესი მოწიწებით წარმოთქვენ თქვენს სახელს. სამახსოვრო საჩუქარს, რომელიც საჩხერელ პროფესორს ბატონ ელდარ ნადირაძეს ეკუთვნის, აიწოდებს გახმოვანებას. ეხლა ბატონ აკადემიკოს თამაზ ნატრაშვილს მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სპეციალობები განსხვავებული იყო, დღეს ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ ინსტიტუტთან. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აკადემიკოსი რაფილდოვანი იყო დირექტორი და შემდეგში, როდესაც ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა თქვენი მეგობარი, შესანიშნავი პიროვნება რობერტ ადამია. ჩვენ გვახსოვს თქვენი სტუდენტები ჩვენ ინსტიტუტში. ამიტომ როდესაც აი აქ მოლოცვის ტექსტს ვადგენდი, ფაქტიურად თემა სამეცნიერო საბჭომ მიიღო მონაწილეობა. ბევრი თვლის თქვია დამოუწევთ მოლოცვას და კარიერეთი ფრაზა ეგეთი, რომ ჩვენ გვამაყობთ, რომ ვართ თქვენი თანამედროვენი და თქვენი თანამემამულე. აი ამ მოლოცვას ხელს აწერს ორი პიროვნება, ერთი თქვენი მონამორჩილი და მეორე სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ჩვენი აკადემიის კორესპონდენტი ბატონი ლევას ქავთარაძე, რომელიც ატარებს ძალიან მოგონებებს და მადლიერების გრძნობას თქვენი მამის, ბატონ პეტრე ქავთარაძის მიმართ, რომელიც ყოფილა სწორმყოფარი პედიატრი. და ამავე დროს არის საჩხერის საპატიო მოქალაქეც ისიც, როგორც თქვენ. სიტყვას აღარ გავაგრძელებ, სახელოვანი უპირდეს კილოცავთ, ქალბატონებთ. დღეს განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით დავნიშნავთ გამოჩენილი კანონი მეცნიერის აკადემიკოს ეთერ ქემეტრიკის ასეციის იუბილეს. ეს თავი არ მხოლოდ მისი ცხოვრებისეული და სამეცნიერო გზის შეფასების შესაძლებლობა, არამედ მნიშვნელოვანი დაფიქრების მომენტიც იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღესაც აქტუალურია და ქვეყნისთვის ძალიან დიდ პოტენციალს წარმოადგენს. ქალბატონ ეთერ ქემეტრიკის სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება საქართველოში გავრცელებული მცენარეული ნედლეულის კვლევა, მისი ღრმა ქიმიური შესწავლა და ამ რესურსებზე დაფუძნებული პრეპარატებისა და წამლის ფორმების შემუშავება. ეს საქმიანობა აშკარად ცდება მხოლოდ აკადემიურ ჩარჩოებს და წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას, რომელიც ერთდროულად ემსახურება მეცნიერების განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობას და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაზიარებას. გილოცავთ ქალბატონო ეთერი ამ დიდებულ დღეს იმ სიყვარულს, რომელიც თქვენს გარშემოა, რომელიც თქვენ დასწრესით და ახლა იქით. მე დღეს აქ ყოფნა მიმაჩნია, რომ მევალებოდა როგორც მოქალაქეს, როგორც ეკლესიის წარმომადგენელს და ასევე როგორც ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მსახურს. ინებოს თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლე და ნაყოფიერი მოღვაწეობა მოყავს. სიცოცხლე და იგივე.
საჩუქრას გადასცემს მამა ადამი და მეუხედანელის სიტყვა საკადემიკოს რაბას გახოკიძეს. ახალ მიმართულება, რომელიც თავისთავად წარმოადგენდა ქართული უნებრივი ნედლეული შესწავლა და ახალი სამკურნალო სცენარების მიღება. ალბათ მეცერმა ეს მიმართულება უმაღლეს დონეზე ასწია, კიდევ უფრო მაღლა ასწია და გაითქვა მსოფლიოში სახელი. მე ვარ მოწმე, თუ როგორ დიდ შეფასებას აძლევდა კორიფე ბუნებრივი ენერგია ქიმიისა რეგისტრერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა მე მაშინ მიხდებოდა პოსტდოქტორანტურაში მუშაობა და სწავლა, პირველი რაც იკითხა მან, იკითხა ვიცნობდი თუ არა როგორ ეწევს და მაღალი შეფასება მისცა მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, ეს არის გასული საუკუნის 70-იანი წლები, ცივი ომის პერიოდი, როცა საერთოდ ხსენება არ არის საბჭოთა კულტურაზე მეცნიერებაზე. აი იმ დროს ხსენება თან ასეთ კონტექსტში, ჩემთვის ახალგაზრდამკვლევრისთვის ეს იყო მწვანიშვილის ანთება, რომ მუშაობა წარმატებით აი სტატების რამდენიმე წელი ლაბორატორიებში. აი სწორედ 50 წლის შემდეგ მადლობას მოვახსენებ. მე სიყვარული 1966 წელს მადლობას მოვახსენებ ქალბატონეთს, არ ვთქვეს არასოდეს აი ამისთვის, რომ მან გამინათა ეს გზა. მე უერთდები საერთო შეარულებას და მილოცებს, რასაც დღეს აღნიშნავს ქართული მეცნიერება, მთელი ქართველი ხალხი და ვიღო მთელი მსოფლიო მეცნიერება ამ დარგისა და უსულებ ძალიან დიდ სიცოცხლეს. ესე იგი იცით რა არის ამის მიზეზი გახლავთ ის რომ ქალბატონი ეთერი არის მარად ახალგაზრდა. მაგონდება მე ჰაინეს სიტყვები 12 იანვარი გულში მაისი. აი როდესაც ეროდოტემ როდესაც აღწერდა იგი ატლანტიდას აღნიშნა რომ აი ამ ქვეყანაშიო 100 წელი აითვლებოდა ხანდაზმულ ასაკად ეჭვებები იყო და მართლაც არქეოლოგიურმა და გახსნება დაადასტურეს რომ ჩვეულებრივი საშუალო ასაკი ყოფილა 140 წელიწადი. ვერებრაულ ენაზე ეთერი ნიშნავს ვარსკვლავს. სწორედ ვარსკვლავინის კაშკაშებს. ქალბატონ ეთერ ქემერტელიძის მეცნიერება ქართული მეცნიერების ატომზე და არ შეიძლება არ გავიხსენო სენეკას სიტყვები, რომ თავი ის კი არ არის, რომ რამდენ ხანს იცოცხლებ, თავარია როგორი ხარისხით იცხოვრებ. მე უსურვებ ქალბატონ ეთერს, აი იმ ხარისხით, იმ უშუალობით, იმ სიკეთით იცხოვრებ. ბუდის სიკეთე თქვა სენეკამ, როგორი სიკეთით იცხოვრებ, უნდა იცხოვროს იმ სიკეთით, რომელიც მან დღემდე იცოცხლა, რადგანაც ეს იქნება მარადიული მაგალითი მომავალი თაობისათვის, ახალგაზრდობისათვის, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმოუდგენელია საქართველოს წინსვლა და უკუწავება. სოფლიო ფარმაციის დედამთავრის მედიას შესანიშნავ სამომავლოს და მემკვიდრეს ქალბატონ ეთერს მე უსურვებ რომ კიდევ დიდხანს ეთესოს ბაჟაყო ოქრო თავისი მშობლიური ქვეყნის ხმულში და ერთი ასო გამოსული იყოს. ამინ. ქალბატონ ეთერი სოლიდური ასაკის მიუხედავად დღესაც მეტად აქტიური ბრძანდებით ქალთა საბჭოში. ქალთა საბჭოს ისტორიის მემატიანე ბრძანდებით და უდიდესი თანამდგომი და დამრიგებელი მადლობა მისთვის დღევანდელი საგამო კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ თქვენ ქალბატონი ეთერის ასწლიანი ცხოვრება არა მხოლოდ პირადი ბიოგრაფია, არამედ ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და მადლიერებით დაწერილი ისტორიაა. საქართველოს ქალთა საბჭო განსაკუთრებული პატივისცემით გეფერებით ამარ და ქალბატონს ჩვენაირი ადამიანი დროის მიღმარჩებია და გამდილი ცხოვრები თავად ისევა ეპოქის ცოცხალ ისტორიად. ისურვებ სიყვარულით გარემოთულ კიდევ მრავალ ნათელ წლებს. დიდი სიყვარული გილოცავთ ქალბატონ ეთერი დღეს ესწრებიან ჩვენ ქალთა საბჭოს წარმომადგენლები, ასე გერმანიიდან კიდევ ჩვენი წარმომადგენლები, ასევე ქალბატონ თეთრაშვილი მადლობა ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი პროფესიისთვის, ჩვენი ფარმაციისთვის და ზოგადად სამშობლოსთვის, საქართველოსთვის.
ძალიან ვიყვარხარ და დიდი სიყვარული გილოცავ დავარსი. ემსახურება კაცობრიობას, ემსახურება ღმერთს და სამშობლოს ჭეშმარიტად საუკეთესო კალმის ღირსია. და ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ყველაფერი ამის გამოქვეყნება და შემდგომ უკვე ჩვენი გამოვალი თაობები იქნებიან ბედნიერნი, რომ წილის თავიდან გადმოიღებენ წინს, რომელსაც ეწერება გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ერთ-ერთ ქემერტელიცე. ეს არის მნიშვნელოვანი. არ შეიძლება ეს არ დაიშლოს იმა, რომ დიახ, ჩვენ ძირფასი ბატონი რამაზის მიერ absolut სიტყვაში არაერთად გაჟღერებული ბიბლიური ესფერი არის ძველი აღთქმისეული მფარველი ქალბატონ ეთერის, მაგრამ მასალა ახალ აღთქმაში ყავს უდიდესი მფარველი ეს გახლა წმინდა დიდი დედოფალი და დიდმოწამე ქეთევანი, მისი საეკლესიო სახელის სწორედ ქეთევანი გახდა და ეხლა ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ ცხოვრობთ და მუშაობთ არა მარტო ქრისტიანული სახელმწიფოს მიერ ქართულ სამწუხაროდ აღიარების 1700 წლის დასწრებით ვაგრძელებთ ქეთევან დედოფლის იუბილეს აღნიშვნასაც და მე მგონი რომ სწორედ ქეთევან დედოფლის მემკვიდრეთა შორის ღირსეული, გამორჩეული და არაჩვეულებრივი ადგილი უჭირავს ჩვენს დიდ თანამედროვეს. მადლობა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის. ღმერთმა დაიმსახურა და პროგრამის სიმღერით დაასრულოთ. და მადლობ ქალბატონო ეთერ, თაგნებავიდა, მადლობ რომ არსებობ. მინდა თქვენთან ერთად დიდი მადლობა გადავუხადო უფალს, რომ მომცა ასეთი ხანგრძლივი ცხოვრება. ეს ცხოვრება მომცა დიდი, მაგრამ ამავე დროს მოხდა ასპარეზი, სამოქმედო, სამუშაო და მეცნიერებისთვის გასაკეთებელი ისეთი ასპარეზი, რომელიც ხალხს გამოადგება და ამავე დროს ბუნება შეინარჩუნებს. ჩვენ ბევრი ვითომ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ რაც გავაკეთებთ მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი ორ საკითხს მოგახსენებთ. მარტო ის, რომ შირაქის მინდორი რამდენიმე ათეული გექტარი სრულ ბაზარს გამოიყურებოდა, ჩვენ თეთრი ლამაზე თეთრი ყვავილებით ავაყვავეთ. სტრესული ნიადაგები რამდენიმე ათეული გექტარი, რომლებიც ამავდროულად არ იყოს ჩართული სოფლის მეურნეობაში, დამამუშავეთ მისი აგრორეკომენდაციები და გამოვუშვით ეხლა ეს დადგარია. ბევრი ახალგაზრდა აღვზარდეთ, ეცადეთ რომ მივეცა მათთვის ყველაფერი, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ეს ხალხი, რომელიც გამოდიოდნენ სიყვარული. უდიდესი მადლობა ბატონ ვლადიმერ ციციშვილს, რომელმაც შესანიშნავად გააგრძურა ჩემი მოღვაწეობა და მას მაღალი შეფასება მისცა. დიდი მადლობა ბატონო რამაზ თქვენ, რომელმაც წაიყვანეთ ჩვენი საზოგადოება და გააცანეთ ვითომ რას აკეთებდა. მე ძალიან მაყოფილი ახლა ვარ, უნდა მერიდება კიდეც რომ ასე შეწუხდით. Stulevo,
უფალს და დიდი მადლობა უფალს იმისთვის, რომ საშუალება მოგცა დღეს ვიყოთ ერთად და დღეს აღვნიშნოთ ქალბატონი ეთერის დაბადების დღე. Oi, sim,